ესე იგი, დახურულ არხზე გვაქვს ეგეთი სერიები ფიზიოგნომიკის, რაც რა არის, ადამიანზე დაკვირვების ხელოვნება. და მოდი თავიდანვე ვიტყვი ეგ რა არ არის და ვისაუბროთ აი ადამიანზე დაკვირვება. პოპკულტურაში ეგ ცნობილია რითი, ნუ აი შერლოკ ჰოლმსი, კიდე რამე სერიალები იქნება, რამე სისულელეები და ასე შემდეგ. ადამიანზე დაკვირვების ხელოვნება, ეგ შედგება რამოდენიმე დისციპლინისგან, ნუ დისციპლინა ცოტა გადაჭარბებული სიტყვა არის, დღევანდელ რეალობაში, სადაც სქემით სავსე არის. ზოგადად ადამიანზე დაკვირვების, ნუ აი ხელოვნება ვუწოდოთ, ვიდრე მეცნიერება. მაგრამ მეცნიერებაც ურავია მანდ და რას გულისხმობს ეგ სხეულის ენა, რაც ღმერთო ჩემო. რომ ეკითხებიან აი სხეულის ენა ვისგან ვისწავლო ან სად ვისწავლო და ასე შემდეგ. ყოველთვის ვეუბნები რომ არსად, იმიტომ რომ ზუსტად 13 წლიდან ყველა ლიტერატურა რაც მაგ პერიოდში არსებობდა და უკეთესი ვერ გამოვიდოდა. ყველა აი ეგეთი წიგნი მაქვს აკითხული, ყველა ვერ დაწერთ ახლა წიგნს, აი გაჩელენჯებთ, რომ აი 2012 წლამდე 2013 წლამდეც, კაი. რა ლიტერატურაც იყოს სხეულის ენაზე, გინდა პოლ ეკმანი, გინდა არ ვიცი, პოლ კი არა და რა ერქვა, ალანი რო იყო ეგ ტიპი კიდე. ნებისმიერი დაასახელეთ, ყველაფერი მაქვს წაკითხული. მეცაც ვიტყვი, პოლ ეკმანის მიკროექსპრესიების აპლიკაციაც კი მქონდა, რომელზეც ვარჯიშობდი მიკროექსპრესიების გამოცნობა ადამიანზე. იმიტომ რომ შეპყრობილი ვიყავი მაგით, მინდოდა რომ მესწავლა ადამიანების კითხვა როგორ შეიძლება. ხო და იგულისხმება სხეულის ენა, რაც 99% სქემი არის და რომ ეკითხებიან რა წავიკითხო, არაფერი არ წაიკითხო, გაწევრიანდი დახურულ არხზე და უყურე ფიზიოგნომიკის სერიებს, იმიტომ რომ მე ეგ მთელი ნაგავი გავფილტრე. იმიტომ რომ ეგ მართლა გატენილი არის ნაგვით და უნივერსალური ჟესტები, მოძრაობები და ასე შემდეგ ძალიან ცოტა არის. დანარჩენი ყველაფერი არის კომბინაციაში და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი რისგანაც შედგება ეს ზოგადად ადამიანზე დაკვირვების ხელოვნება თუ ავიღეთ არის სხეულის ენა. მეორე არის პროფაილინგი, რაც არის ებრაელების გამოგონება რო რამე რო იქ აეროპორტში გაფილტრონ, ეგრეც ქვია თუ არ ვცდები ბენ-გურიონის მეთოდი. იმიტომ რომ იქ ბენ-გურიონის აეროპორტი და რამე. როგორ უნდა გაფილტრონ ადამიანები? ვინ არის ეგ სიტყვა არ ვიცი შეიძლება თუ არა, ტ-ისტი, ვინ არა, ვინ არის საშიში, ვინ არა და რო რამე სხვათა შორის რას ვამბობდი, ხო, რო რამე ისრაელში რო შედიხარ, თურმე ეგეთი რამე აქვს, რომ იმას რო გირტყავენ პასპორტზე რაღაცა სტიკერს, რაღაცა ეგეც, იქ პირველი ციფრი არის, მგონი 1-დან 5-მდე არის სკალა რა და თუ 5-ით იწყება შენი ეგ პასპორტის სტიკერი, ესე იგი ძალიან საშიში ხარ. ერთს ურტყავენ ებრაელებს, ორს ურტყავენ თუ არ ვცდები ისეთ ადამიანებს, ვინც ამერიკიდან არის და თან გაიარა ეგ ტესტირება და არ არის საშიში, სამი ცოტა საშიში არის და ყურადღება უნდა მიექცეო და ხუთი არის რომ მორჩა რა, ანუ უნდა წაგიყვანონ ეგრევე კაპეზეში რა. და ეგ პროფაილინგი მაქედან მოდის რა, უფრო ეგ ებრაელების გამოგონება, დაკვირვება რა. მე თავიანთი მეთოდებიც აქვს, ზოგი ღია წვდომაში არის, ზოგი ვიცით ისე ანეკდოტურად და რამე და პროფაილინგი რა არის, რომ ზოგადად დაადგინო ადამიანის მიდრეკილებები რა, ეს ფსიქოლოგიური უფრო არის. აი ფსიქოლოგიური მხარე რო დაადგინო ადამიანის რაღაცა, როგორი ტიპაჟი არის, ის, ეს, რას უნდა ელოდო ესეთი ადამიანისგან და რამე. მაგაზეც ჩვენს დახურულ არხზე მაგაზეც არის საუბარი და სქემაც კი მაქვს მოყვანილი, როგორ უნდა გააანალიზო ადამიანი, ანუ ალგორითმი მაქვს. რის მერე რას უნდა დააკვირდე, რის მერე რა კითხვა უნდა დასვა და ესე, როგორ უნდა ჩახვიდე რაღაცა სენსაციურ იმამდე. რას აკეთებ ერთი წამით, ეს ხალხი გაგიშდა, ანუ რა სტიკერებს იმაშვები, ბანს დაგადებ ახლა, ნუ. ერთი წამით სად არის, დავარესტრიქტებ ამ ადამიანს და მორჩა. ერთი წამით, ნუ. ხო და, ეგ არის პროფაილინგი, როცა ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენ, ოღონდ ფსიქოლოგიური პორტრეტის, რასაც ეს NLP დეგენერატები და ფსიქოლოგები კტენიან, ეგეც სისულელე არის. ამას ამბობს ადამიანი, ვინც მაგაცზე მეთხანს სწავლობდა თემას, რო რამე რა, ანუ თინეიჯერობის დასაწყისიდან. და რომელსაც არანორმალური ლიტერატურა აქვს გადაკითხული, გადაღეჭილი მაგ ყველაფერზე. ხო, ეგ არის პროფაილინგი და შემდეგი არის ფიზიოგნომიკა. ფიზიოგნომიკა რო რამე, ნუ ისტორიას არ მოვყვები, მაგას მასტერკლასშიც მოისმენთ, მაგრამ ფიზიოგნომიკა როგორც წესი
ტრადიციულად არისტოტელეს ფიზიოგნომიკიდან მოყოლებული, რაც არ დაუწერია არისტოტელეს რო რამე, მოყოლებული საუბრობს ადამიანის სახეზე. და ფიზიოგნომიკაში მაგას განვიხილავთ, ანუ რა ძვალი რაზე მეტყველებს, ყურების ზომა, არ ვიცი, თმები, შუბლი, ეს ყველაფერი ანატომიურად, რა თქმა უნდა, რაზე მეტყველებს. აი, ქვედა ტუჩი ზედმეტად დიდი აქვს ადამიანს, რას მეტყველებს ეგ? და რას მეტყველებს ვიზე, გოგოზე თუ ბიჭზე? და ასე შემდეგ. ეგ არის ფიზიოგნომიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, ვიმეორებ, ეგ არ არის ზუსტი მეცნიერება. არამედ ეგ ისეთი რამე არის, სადაც ვაზიარებ აი გამოცდილებას, რაც რეალური ცხოვრებიდან მიმიღია ადამიანებთან ურთიერთობით და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეგ გავამყარო ისეთი, აი მეცნიერული ლიტერატურით, რაც ყოველთვის არ არის кейსი. ზოგი რამე უბრალოდ ანეკდოტური არის, რომ აი ვამბობ, რომ ესეთი ადამიანები, ვისაც აი ესეთი მახასიათებელი აქვს, არის ესეთი და ესეთი. და ბევრი მეთანხმება მაგაში, რომ კი აი ჩემი გამოცდილებითაც უი მართალი ხარ და რამე. ანუ ეს არ გეგონოთ რამე 100%-იანი და რამე. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ არის 100%-იანი, რას გაძლევს? გაძლევს ბევრად მეც, ვიდრე აი ჩვეულებრივ ადამიანს, რასაც მისცემდა. ჩვეულებრივი შეუიარაღებელი ადამიანი რო გავიგოთ, მასზე ბევრად მაღლა დგები. როცა აი ამ ინსტრუმენტებს, რაც არის ფიზიოგნომიკის მასტერკლასში, აითვისებ და მთელი ამბები, 7 ლექცია დევს უკვე. და უკვე შეგეძლება ძალიან სერიოზული დასკვნების გამოტანა, მათ შორის ფოტოდან. იმიტომ რომ მაინც ისეთ დროში ვცხოვრობ, სადაც ადამიანები ფოტოებს დებენ, ხო? და ერთ-ერთ მასტერკლასში ზუსტად ფოტოს ანალიზზე არის. ფოტოს რო უყურებ, როგორ უნდა გააანალიზო რა თანმიმდევრობით და როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ ზედაპირულ დასკვნაზე არ მიხვიდე რა. აი მაგალითად ყველაზე პრიმიტიული რაც არის რა, რომ აი ადამიანი ექსტროვერტია თუ ინტროვერტი, აი სატრაქში უნდა წაიღო ეგ ინფორმაცია, ხო? იმიტომ რომ აი ეგ არის რა, ფსიქოლოგიას ვინც სწავლობს, რომ აი როგორ ამოიცნო ადამიანი და რამე. აი ეს ადამიანი მხიარულია, ეს ადამიანი არ არის მხიარული, ეს ექსტროვერტია, ეს ინტროვერტია. ამ ადამიანს ნდობის პრობლემა აქვს და იმას არ გასწავლიან, აი ეგ როგორ უნდა ჩაზუმო ბოლომდე, რომ აი მართლა ისეთი აი შერლოკური და გრანდიოზული დასკვნა გააკეთო. მე გასწავლით მაგას და გაწევრიანდით ჩაუჯექით ფიზიოგნომიკის სერიებს. აი ეგ არის რა მთელი პრობლემა, რომ აი რო სწავლობენ ფსიქოლოგიას, აი სიღრმეზე არ შედიხარ და ადამიანი ექსტროვერტი არის. კაი, ეგ რას გეუბნება ადამიანზე? აჰა, ამას გვეუბნება. აი ამ დანარჩენი დაკვირვებების გათვალისწინებით, ექსტროვერტობა ადამიანზე რას გეუბნება? აი ამას. კაი, ეგ რას გეუბნება ასევე გააზრებით. და აი ვისაც ნანახი გაქვთ მასტერკლასები, იცით რომ აი ეს სიღრმეზე ჩავდივართ. იმიტომ რომ მანდიმალება რეალური დაკვირვება, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენო რისთვის. იცოდე ადამიანს როგორ უნდა მიუდგე, რომ დაათრიგერო მასში мотиваცია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა мотиваციის მექანიზმი, სხვადასხვა სიტუაციაში. ყველაფერი არის კონტექსტზე დამოკიდებული, მაგასაც ვასწავლი. როგორ უნდა მიუდგე ადამიანს, რას უნდა ელოდო მაგ ადამიანისგან, რისთვის ივარგებს ეს ადამიანი. და მთელი ამბები. ანუ ეგ მსგავსი მასტერკლასი არ დევს სამყაროში პირდაპირ კეთვით. და სანამ ამ მასტერკლასებს დავდებდი, ყველაფერი გადავქექე. ყველა ვიდეო ლექცია, ყველა ეს, რაც კი სამყაროში არსებობს. და მათ შორის ადამიანის თავის ქალიდან გამომდინარე, რომ ამოიცნო მისი ნეიროანატომია. რაც დავასპოილერე კიდეც ერთ-ერთ სტრიმზე, რაც საერთოდ არ არსებობს, ანუ მაგაზე არანაირი არც მასტერკლასი, არც ლექცია, არც ვიდეო. რაც hardcore მეცნიერება არის, ანუ ეგ უკვე არ არის რა მკითხაობა. მაგრამ ნუ აი გარე ანატომიიდან რომ ამოიცნო უკვე ნეიროანატომია. ეგ არ არის ოღონდ ისეთი რამე, რომ აი ალბათობა და რამე. და ნუ მოკლედ, ანუ მთელი ნაგავი რაც არსებობს ამ თემაზე, რომ დააკვირდე ადამიანს და ასე შემდეგ გამოვიტანო დასკვნები, მთელი ნაგავი გადავარჩიე, გადავქექე და ეგ შევკარი დახურულ არხზე მასტერკლასებში. გავფილტრე ყველანაირი ნაგვისგან. და რომ რამე ეგ დღემდე არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხოვნადი სერიები. უბრალოდ ბოლოსკენ ძალიან გავართულე, როცა უკვე ძალიან ტექნიკურ საგნებს შევეხე და ხალხმა მოდი ცოტა შევისვენოთ. როცა გართულდა. ხო და
და რომ რამე ერთი ვიდეოც არის, სადაც არა, ბევრი ვიდეო არის ეგეთი, ანუ ადამიანებს რო ვაანალიზებთ და რამე, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაიდო აი ეს დაკითხვები რო იყო. წულუკიანთან მაგისი ანალიზი, სადაც აი რეალობაში მოვიდა ეგ მთელი დაკვირვების ხელმო. ხო და აი კითხვა არის ჩატში, შერლოკ ჰოლმსობა რეალურად შესაძლებელია? შესაძლებელია კი. და არიან კიდეც ეგეთები. არიან კიდეც ეგეთები. მე მაგალითად პირადად ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც იყო მენტი, რომელმაც ბუნებრივად აი ამ ყველანაირი ტექნიკების და სწავლის გარეშე ადამიანს შეეძლო მართლა, ანუ ეს არ არის რაღაცა მითი. აი ესე ქუჩაში შორს ვიღაცა მიდის, ხო? ეგრევე ხვდებოდა ეგ ადამიანი ფხიზელია თუ არა, თუ არ არის ფხიზელი, რითი არ არის ფხიზელი, ნარკოტიკით თუ ალკოჰოლით. აჰა, ნარკოტიკით და ისიც კი შეეძლო ეთქვა რა ნარკოტიკით არის არაფხიზელი. და ასევე რა ალკოჰოლით არის ადამიანი ნასვამი და შერეული თუ არის ეგ ალკოჰოლი. აი ეს შეეძლო. და იმას არ უსწავლია რა, არანაირი ჩემი მასტერკლასები და რამე. და რაღაც ხელოვნება და რამე ფსიქოლოგების კურსები, არა. მენტი იყო და როცა გამოცდილება გააქვს რაღაცაში, ანუ შეგიძლია რომ ეგრევე რაღაცა დაასკვნა, რაც შერლოკური არის, აბა არ არის. ადამიანი მიდის და ეგრევე იცი რა ნარკოტიკი მიიღო. და ეგ შეეძლო რეალურად. ну დღემდე შეუძლია ალბათ. და ასევე ბევრი პროფესია არის, სადაც ადამიანს შეუძლია რომ ეგრევე დაასკვნას სერიოზული რამე ადამიანს. არ ვიცი, აი პროფესიონალი გიტარისტი, ხო, დაგხედავს ხელებზე და უკვე ხვდება. ხო, რითი ხარ დაკავებული? ან პროფესიონალი ბალერინა, დაგხედავს ფეხის თითებზე და ეგრევე ხვდება. რამდენი ხანია ბალეტით ხარ დაკავებული, რამდენით არა და რაც იდეაში შერლოკური არის, ხო? ეგ ყველაფერი შეიძლება ისწავლება. უბრალოდ ერთი არის ინტუიციით და პროფესიით გამოწვეული რაც არის და მეორე არის რაც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ არ ხარ მაგაში ჩართული. ამიტომ რეალური არის ეგ, კი, რეალურია. ამიტომ გარდა მაგისა ბევრი ადამიანი არის, ვისაც შეუძლია კონკრეტულ რამეზე, არ ვიცი შეხვედრიათ თუ არა ეგეთი ადამიანები, რომ აი კონკრეტული რამე რო ამოიცნოს ადამიანში რა. კონკრეტული რამე. მაგალითად არ ვიცი, ეს ადამიანი ცურვაზე დადის თუ არა, ყოფილი სპორტსმენი იყო თუ არა, ზოგს შეუძლია მაგისი ამოცნობა ბუნებრივად. ხო და მითები რა არის? მითები რა არის? და ანუ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვები დაწერეთ. და გიპასუხებთ დაკვირვების ხელოვნებაზე, მაგრამ გეუბნებით, გაწევრიანდით, რომ თავად მასტერკლასებს უყუროთ. კიდე რისი თქმა შეიძლება? მიკროექსპრესიების სწავლა ღირს თუ არა, მიკროექსპრესია რა არის? აი წამის მეასეთში ადამიანს სახეზე რო აქვს რაღაცა გამომეტყველება. რაღაცა იმას რო იღებს რა, ან ზიზღი, ან შური, ან არ ვიცი. რა არის კიდე? შიში, ან რამე, ოღონდ ისეთი არა, დიდხანს რო აქვს ეგ სახე, არამედ აი წამის მეასეთში რო ხდება. ღირს თუ არა მაგის სწავლა, ეგ არის პოლეკმანი უკვე. ღირს, არ ღირს. იმიტომ რომ სხვა მეთოდებიც არის, რაც უკვე განვიხილეთ, რაც უკეთესი არის და მთელი ამბები. ამიტომ სამწუხაროდ ეს ის თემა არის, რასაც დეკადებია ვსწავლობ და რაზეც ვერ გირჩევთ ვერაფერს გარდა იმისა, რაც მე თავად შევქმენი და რაც თავად გავფილტრე. ამიტომ ხო. ვინც უკვე ხართ დახურულ არხზე, ხელახლა უყურეთ თუ დაგამოტივირეთ, ვინც არ ხართ ნუ გაწევრიანდით, გელოდებით. რაც შეეხება იმას ფიზიოგნომიკას, ფიზიოგნომიკამ რეპუტაცია მაშინ დაკარგა განსაკუთრებით, როცა ლომბროზომ დაიწყო, როცა ლომბროზომ შექმნა ის კრიმინალური ანთროპოლოგია, რომ ადამიანის სახით ადგენდა ვინ არის კრიმინალი, ვინ არა და ბავშვებს უშვებდა ციხეში იმის გამო, რომ კრიმინალის ისინი აქვს სახეზე. და ნუ მაგის მერე სერიოზულად აღარც იღებდა არავინ, მაგრამ აი ეს ფრენოლოგიის ეს სახეზე რა ნაწილი რაზე არის პასუხისმგებელი, მაგისი ატლასი დღემდე იყიდება, იმდენად პოპულარული იყო.
ანუ ჰოროსკოპზე და ასტროლოგიაზე პოპულარული იყო ეგერთი პერიოდი დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში. ფრენოლოგიის ატლასი დავგუგლეთ მერე. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.